ხო. სალამი, მოგესალმებით ყველას. დღეს შაბათია და ჩავრდე შაბათის ლაივი. ანუ მეცალა დღეს შესაძლებლობაც მქონდა და ამიტომ გადავწყვიტე ჩამერთო ეს ლაივი. თუ ვინმეს შეკითხვა გიქნება, შეგიძლიათ ჩატში ჩაწეროთ შეკითხვა და მე გიპასუხებთ ამ შეკითხვებს. რაც, რა თქმა უნდა, ვეიპინგს ეხება. თუ შეკითხვა არ გიქნებათ და არის დაგროვილი შეკითხვები, როგორც იცით, წერენ ჩემ Facebook გვერდზე შეკითხვებს Messenger-ში და ყველას ვერ პასუხობ. ზოგს პასუხობ, ზოგს ვერ პასუხობ. ანუ დრო ჭირდება, ხო? რა უპასუხო ადამიანს თავის შეკითხვას. ხო და აქედან გამომდინარე არ შემიძლია რომ ყველას უპასუხო ერთდროულად, ხო? ყოველ შეკითხვას გარკვეული რაღაცა პერიოდი ჭირდება. მაგდეინ დრო არ არის და შესაბამისად, როცა გროვდება ერთი და იგივე შეკითხვები, მით უმეტეს აგერ არის საშუალება, რომ ლაივში უპასუხო ამ შეკითხვებს და ყველა ერთდროულად ნახავს პასუხს თავის შეკითხვას. გამარჯობა საბა. ხო. დავიწყებ ახლა. დავიწყებ შეკითხვებიდან, რაც Messenger-შია მოწერილი. რა განსხვავება ერთ აკუმულატორიან მოდსა და ორ აკუმულატორიან მოდს შორისო? რამოდენიმე იყო უკვე შეკითხვა, ზოგს პირდაპირ გიპასუხეთ იმაში Messenger-ში, მაგრამ ზოგს ვერ უპასუხე. ხო არ მოვაკოპირებ და ჩავაგდებ რა. შეიძლება იქ შეკითხვები დაებადოს და შეიძლება კი არა დაებადება, რა თქმა უნდა, დამატებით შეკითხვები ადამიანს, ამიტომ პასუხობ უშუალოდ Messenger-ით სათითაოდ და რახან რამოდენიმეჯერ გამეორდა უკვე შეკითხვა, ხო, ბარემ აგერ ჩავიწერ და იმ შეკითხვას თუ კიდევ დასვავს ვიღაცა შემდგომ მომავალში, პირდაპირ ამას ამ ვიდეოს ლინკს ჩაუგდებ და ნახავს. ანუ პრინციპში რო ვთქვათ, ხო, ორ აკუმულატორიანი და ერთ აკუმულატორიანი ორივე მოდია. ერთი და იგივე შესაძლებლობები აქვს გარდა იმისა, რომ ორ აკუმულატორიან მოდს შეუძლია უფრო მეტი სიმძლავრე გამოყოს. მეტი სიმძლავრე ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ ორ სპირალიანი ატომაიზერი მოვიხმაროთ მოდზე, ისე რომ მოდს არ ქონდეს პრობლემა. ერთ აკუმულატორიან მოდზე ჩვენ ორ სპირალიან მოდს რა იყო და ორ სპირალიან ატომაიზერს ვერ შევძლებთ რომ ვამუშაოთ. იმიტომ რომ მოდს არ გააჩნია იმის შესაძლებლობა, რომ იმ ხელას სიმძლავრე მისცეს სპირალს, რომელიც დევს ორ სპირალიან პაკში. ან დრიპკაში, ატომაიზერში მოკლედ რა. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მაინც მოვიხმართ ორ სპირალიან ატომაიზერს ერთ აკუმულატორიან მოდზე, მოდის პლატა იწვალებს, ძალიან იწვალებს, გაცხელდება და
შესაბამისად შეიძლება სულ მოკლე პერიოდში გაგვიფუჭდეს. ასევე აკუმულატორი. როდესაც აკუმულატორისგან ბევრს მოითხოვს პლატა, ამ შემთხვევაში აკუმულატორიც ცხელდება. და აკუმულატორის გაცხელება კარგ ამბავზე არ მიიყვანს აკუმულატორს, მოკლედ ისიც მალე გამოვა მწყობრიდან. და ჩემი რჩევა ყოველთვის, თუ თქვენ ხართ დამწყები და გინდათ გააგრძელოთ ხო მომავალშიც ვეივინგი, არ გაქვთ მოდი და გინდათ რომელიღაცა მოდის ყიდვა, იყიდეთ ორ აკუმულატორიანი მოდი. იმიტომ რომ ორ აკუმულატორიან მოდზე თქვენ შეძლებთ რომ გამოცვალოთ ატომაიზერი და აყენოთ გინდათ ერთსპირალიანი, გინდათ ორსპირალიანი, ხო თავისუფლად. მაგრამ და ორივეს მშვენივრად მოიხმართ როგორც ერთსპირალიანს, ისე ორსპირალიანს. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ თქვენ გექნებათ მხოლოდ ერთი მოდი და ისიც ერთ აკუმულატორიანი, თქვენ გაქვთ საშუალება მოიხმაროთ მხოლოდ ერთსპირალიანი ატომაიზერები. ორსპირალიანს ვერ მოიხმართ, ხო? რაც თქვი უკვე, იმას თუ გავითვალისწინებთ, რა თქმა უნდა. შემდეგი რა განსხვავებაა ჩილიმის ნაპასსა და სიგარეტის ნაპასს შორის? ანუ ლაპარაკია MTL ატომაიზერებზე და DTL ატომაიზერებზე. ატომაიზერიდან გამომდინარე არის ის, რომ ან ჩილიმის ნაპასი აქვს, ეგრეთ წოდებული კალიანის ნაპასი. ანუ რატო ქვია კალიანკა? იმიტომ რომ ბევრი ორთქლი გამოსდის კალიანს, ხო? რა თქმა უნდა, ვეიბს გაცილებით მეტი ორთქლი გამოსდის, მაგრამ აი ეს შედარება რომ სიგარეტსა და კალიანს შორის, ხო? აი ეს შედარება აღებული საფუძვლად და იმიტომ ქვია კალიანის ნაპასი, თავისუფალ ნაპასს. და ამავე დროს ისეთივე ნაპასი აქვს, როგორც კალიანს. და აი რა ნაპასი აქვს კალიანს. კალიანის ნაპასი, ანუ თავისუფალი ნაპასი, ჩვენ შეგვიძლია ესე უნდა გავაკეთოთ. ორთქლი, რომელიც ამოდის ატომაიზერიდან, პირდაპირ უნდა ჩავიდეს ფილტვებში. ანუ როგორც სუნთქავთ. ხო, მე მგონი ამაზე რაღაცა ვიდეოც არის გაკეთებული, ვიდეო მაქვს გაკეთებული. ალბათ მოკლე ვიდეო იქნება. აი ესე. ანუ პირდაპირ გადავიდა ფილტვებში. როგორც სუნთქავს ადამიანი, ისე რა, პირდაპირ ჰაერი გადავიდა ფილტვებში. ეს არის MTL ნაპასი. იმიტომ რომ MTL ატომაიზერია და NTL ნაპასი, ანუ სიგარეტის ნაპასი. სიგარეტის ნაპასი იგულისხმება, რომ ნაპასს როცა ვაკეთებთ, ორთქლი ჩადის ჯერ პირის ზღვრში და მერე გადადის ფილტვებში. ანუ ჯერ პირის ზღვრში, მერე ფილტვებში. რა თქმა უნდა, სიგარეტის ნაპასი, რომელსაც აქვს ბაკებს, ატომაიზერებს, ჩვენ შეგვიძლია ისე დავაყენოთ, რომ პირდაპირ ფილტვებში გადავიდეს, ოღონდ პატარა რაოდენობით ორთქლი, იმიტომ რომ დიდი რაოდენობით ჩვენ ვერ მოახერხებთ აქ მაინც. და ცოტა მაგრად მოკაჩო დაგჭირდება. უფრო მეტი ორთქლი იქნება და პირდაპირ ფილტვებში გადავა, მაგრამ ამ დროს ფილტვები
უფრო მეტ დატვირთვას განიცდის. და რა საჭირო როცა სიგარეტის ნაფასი გათვლილია იმაზე, რომ ნაფასი ისე დავარტყათ, რომ ჯერ პირის ღრუში ჩავიდეს ორთვლი და შემდეგ გადავიდეს უკვე ფილტვებში. თუ გვინდა თავისუფალი ნაფასი, არის მაგისთვის სპეციალურად ატომაიზერები, როგორც ერთსპირალიანები, ისე ორსპირალიანები, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ფილტვებში გადავიყვანოთ ორთვლი. ეხლა იმედია, რომ გასარკვევად ავხსენი. ხო, გამარჯობა გიზო. ესე იგი, რა სიბლანტის სითხე უნდა იყოს პოტშიო. პოდი იმიტომ რომ ქოილები არ უარგა, ხო? ძირითადად ქართული ქოილებია და არ უარგა ეს ქოილები. ზოგ ქოილებს აქვს ისეთი თვისება, რომ რთულად ისრუტავს სითხეს. ზოგ ქოილებს აქვს ისეთი თვისება, რომ ძალიან ადვილად ისრუტავს სითხეს. შესაბამისად, მე რო თქვენ გითხრათ, რომ პოჩი ჩაასხით 50-50-ზე, ანუ 50 გლიცერინი, 50 პროპილენგლიკოლი, ხო? ესეთი შემადგენლობის სითხე. შეიძლება ერთ პოდზე და ერთ ქოილზე ივარგოს ამრჩევამ, მაგრამ მეორეზე არ ივარგოს. აქედან გამომდინარე, თქვენ თვითონ უნდა ნახოთ თქვენ პოდს, რომელი სითხე მოუხდება. როგორც წესი მიღებულია, რომ 50-50-ზე, იმიტომ რომ რთულად ისრუტავს სითხეს. და არ კონდეს წვის გემო, იმიტომ თუ ვერ ისუნთქავს ქოილი, თუ ვერ ისრუტავს ქოილი სითხეს, მაშინ სითხე რო აკლდება სპირალს, ხო, შეგნით ან მეშქოილი თუ არის, მაშინ იმ ბადის თუ აკლდება სითხე, ჯერ ერთი ბამბას აწვავს და მერე წვის გემოც მოაქვს. შესაბამისად, ჯობია ჯერ უფრო თხელი სითხე ჩაასხათ, რო არ დაწვათ ის ქოილი. თუ გაუვა, ხო? ანუ ჩაფსმას თუ დაიწყებს, ჩვენ ენაზე რო ვთქვათ. თუ გაუვა ეს სითხე. მაგ შემთხვევაში და მე სითხეზე ვამბობ და არა კონდენსატზე. კონდენსატი და სითხე სხვადასხვა რაღაცა, სხვადასხვა შემთხვევაში იგროვებს იმ სითხეს. თვითონ კარტრიჯი ქვედა ნაწილში. შეიძლება გაზდიოდეს ქოილს და სითხე გამოდიოდეს და შეიძლება კონდენსატი საგროვებდეს თვითონ პოდი, ისეთი კონსტრუქციის იყოს. და აქ სხვაობაა. კონდენსატს ვერაფრით ვერ მოაშორებთ, მაგრამ სითხის გაჟონვას თქვენ შეძლებთ, რომ თავი აარიდოთ, იმითი რომ უფრო სქელ სითხეს ჩაასხოთ. ცდით დაუშვათ 40-60-ზე. თუ შეიწოვს კარგად და არ დააკლდება სითხე, ამავე დროს არ გაჟონავს, მაშინ ყველაფერი კარგადაა. თუ არა და კიდევ სხვანაირად ცდით და ესე შემდეგ რა. მოკლედ, უნდა დაუმუღამოთ თქვენ პოდს და თქვენ ქოილს, იმიტომ რომ პოდებში სხვადასხვანაირი ქოილი მიდის, 2 ან 3 სახეობის ქოილები მიდის და სხვადასხვა ნაირი სპირალი უდევს შიგნით და სხვადასხვა რაოდენობის ბამბა უდევს. ბამბა პრინციპში არ უდევთ, მაგათ რაღაც საშობი ქაღალდივით უდევთ, მაგრამ სხვადასხვა რაოდენობის და სხვადასხვანაირები უდევს. და ამას უკვე თქვენ თუ დაუმუღამებთ, მოკლედ. არაფრის. თუ რამე შეკითხვა გექნება, დაწერე და გიპასუხებ. ხო. აი ერთი ის იყო წერილი მომწერა ერთმა ადამიანმა.
გამარჯობა ვეძებ მრავალჯერად ვეიპს ჩილიმის ნაპასითო. ხა ამ ადამიანს კი აუხსენი მე მესენჯერით და მე დაურეკე და ისედაც ვილაპარაკეთ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ აი მსგავსი ფრაზა მრავალჯერადი ვეიპი, ხო? მე რამოდენიმეჯერ კიდევ შემხვდა ჯგუფებში, ვეიპინგის ჯგუფები რო არის. და აი იმიტომ მოვინიშნე ეს საკითხი. რომ მეთქვა, რომ მრავალჯერადი ვეიპი არ არსებობს. ანუ კლასიფიკაცია მრავალჯერადი ვეიპი და ერთჯერადი ვეიპი არ არსებობს. არსებობს ვეიპი, რომელიც აპრიორი არის მრავალჯერადი. ერთჯერადი ვეიპი არ არსებობს. და არსებობს ერთჯერადი ელექტროსიგარეტები, რომლებიც ვეიპინგს არ მიეკუთვნება. ერთჯერადი ელექტროსიგარეტი ვეიპინგს არ მიეკუთვნება. ეს არის სხვა ცალკე ფენომენი, რომელიც გამოგონებულია იმისთვის, რომ ადამიანები შესვან ძალიან დიდი რაოდენობით ნიკოტინზე და იმისთვის, რომ ამაზე ძალიან დიდი ფული გააკეთონ. მეტი არაფერი. ეს ვეიპინგს არ მიეკუთვნება. მრავალჯერადი ვეიპი არის ყველა ვეიპი, რომელიც კი არსებობს, ერთჯერადი ვეიპი არ არსებობს და ერთჯერადი არსებობს მხოლოდ ის ელექტროსიგარეტი, რომელიც პრინციპში ზიანის მეც არაფერს არ აყენებს ადამიანს. ეს არის ძალიან ცუდი გამოგონება, ძალიან მავნე პროდუქტი, რომელსაც მე არასოდეს არავის არ ურჩევ. ასე რომ, როდესაც ვამბობთ ვეიპს, ეს აპრიორი იგულისხმება, რომ არის მრავალჯერადი. ვეიპში არის სხვანაირი კლასიფიკაციები. თორემ მრავალჯერადი და ერთჯერადი არ არსებობს. არსებობს პორტატული ვეიპი, პორტატული ვეიპ მოწყობილობები, რომლებიც არის პოდი და პოდი პირდაპირ იმიტომ ქვია პოდი ამას, რომ პოდი იშიფრება როგორც პორტატული მოწყობილობა. ინგლისურ ენაზე არის პოდი, portable device, ანუ პორტატული მოწყობილობა. ეს კონკრეტულად მიუწერეს პოდებს. რომ ეს არის ვეიპისთვის ვეიპისთვის განკუთვნილი მოწყობილობა, მაგრამ პორტატული მოწყობილობა და ამიტომ ყველა პოდს აბსოლუტურად უწერია წინ, რომ არის პოდი. მაგრამ ჩვენები რატომღაც ამბობენ, რომ ვეიპია. არ არის პოდის ვეიპი. პოდი არის პორტატული ვეიპი. აი ჩინელებიც კი პორტატულს უწერენ იმას, რომ პოდ მოწყობილობა, პოდ სისტემა. ანუ პორტატული მოწყობილობა. ვეიპინგის განკუთვნილი, იმიტომ რომ იმაში ჩვენ ვასხავთ სითხეს, რომელიც ჩვენ გვინდა, ხო? და იმედი მაქვს, რომ სალს-ნიკოტინს არ ასხავთ და ასხავთ იმ ნიკოტინს, რომელიც არ იწვევს ისეთ ძლიერ დამოკიდებულებას ნიკოტინზე, ანუ ჩვეულებრივ ნიკოტინს და არა სალს-ნიკოტინს. რადგან სალს-ნიკოტინით ძალიან გაგიჭირდებათ ვეიპინგში დარჩენაც სამომავლოდ და სიგარეტზე თავის დანებებაც, რა თქმა უნდა. თქვენ ვეიპინგში ვერ დარჩებით და დაუბრუნდებით სიგარეტს პერსპექტივაში. მე არ ვამბობ, რომ ერთ დღეში და ორ დღეში შეიძლება, ერთ დღეში და ორ დღეშიც ისეთი ზიანი მოგაყენოთ სალს-ნიკოტინმა, რომ დაუბრუნდეთ.
და თუ დარჩებით ამ სალთნიკოტინზე ძალიან დიდ ზიანს მიაყენებთ ორგანიზმს და არ გირჩევთ. სალთნიკოტინს საერთოდ არ გაეკაროთ ყოველთვის ყველა ვიდეოში ვამბობ ამას. გამარჯობა დავით. ელემენტი ჯდება მალეო. და რასფუშველი სად შეიძლება რომ შევაკეთო. ხო, ამითი ამ საკითხზე ვერაფერ დადებითს ვერ გეტყვი, იმიტომ რომ ამაზე ვილაპარაკ კიდევ რამდენიმე ვიდეოში მე მგონი რომ არ ემონტებენ ჩვენთან ვეიპებს. იმიტომ რომ არ უღირთ რა ვეიპი ისედაც იაფიღებს და იმის რემონტი კაპიკები უნდა ღირდეს ხო და კაპიკებად არავინ არ შეიწუხებს თავს. როცა შეუძლია იმ სპეციალისტს სხვა დაუშვათ მობილურებზე იმუშაოს და იმავე დროში დაუშვათ 10 ჯერ მეტი შემოსავალი ქონდეს ხო. ჩვენ ხო არ დავაძალებთ იმას რომ გინდათ ვერა ჩემსაც მიხედე და კაპიკს გადაგიხდიო. არა დავით. შენ რა უნდა გადაუხადო ხა 100 ლარს ხო არ გადაუხდი 100 ლარი სულ ღირს ხო? და 100 ლარს ხო არ გადაუხდია რა ხელოსანს. წახვალ და ახალს იყიდი. ამაშია საქმე. შენ გადაუხდი დაუშვათ შენ რა ნებისმიერი მოხარებე თუ გაუფუჭდა 100 ლარიანი მოწყობილობა გადაუხდის დაუშვათ რაღაცა სასწრაფო თუ ჭირო 20-30 ლარი და 20-30 ლარი იმ ადამიანს არ უღირს, იმიტომ რომ ამაზე იმდენივე დრო უნდა დახრაჯოს, რამდენიც დაუშვათ გაარემონტებდა მობილურ ტელეფონს და აიღებდა იმაში 150 ლარს. და ვერ დააძალებ ხო? ამიტომ იმათ არ უღირთ ამის გაკეთება და პრინციპში არ ზღირს ხო? თუ გაფუჭდა ერთხელ გაფუჭდება მეათედაც. მაგრამ აქ შენ ლაპარაკი გაქვს აკუმულატორზე. ანუ აკუმულატორი იყო ჩაშენებული როგორც ჩანს. არსებობს ჩაშენებული აკუმულატორი და არსებობს მოდები, რომელსაც აკუმულატორი ეცვლება. ხო. თორე რო ეცვლებოდეს აკუმულატორს გამოსვლიდი. ამ შემთხვევაში ისე მე ნათქვამი მაქვს, რომელიღაცავით კარგი იქნებოდა თუ თქვენ დაუშვათ ჩემ ვიდეოებს უყურებდეთ რა. აი ეს კარგი იქნებოდა და აი ესე გამეორება არ მჭირდებოდა ეს. როგორც ამ შემთხვევაში. ამაზე მე ნათქვამი მაქვს, მოწყობილობა ჩაშენებული აკუმულატორით არის დამწყებისთვის, რომ იმან პირველი პერიოდი რაღაცა, მოკლე პერიოდი დაუშვათ პოდის მერე, აი პოდებს აქვთ ჩაშენებული აკუმულატორები, ხო? რაღაცა მოკლე პერიოდი მოიხმაროს და всё მორჩა. მერე იმას აღარ ხმარობს, იმიტომ რომ ეს მოწყობილობები არის გათვლილი რამოდენიმე თვეზე. რამოდენიმე თვე ის აკუმულატორები გაძლევს. მაგრამ მერე უკვე აი ყოველ შემთხვევაში აი მაქსიმალურად შეიძლება გაძლოს ეს არის 1 წელი. 1 წლის მერე უნდა გადააგდო, იმიტომ რომ ვერ გაარემონტებ, ახალ აკუმულატორს ვერ ჩადებ, ვერ შეცვლი ამ აკუმულატორს, აკუმულატორი თუ არ მუშაობს, მოწყობილობა არ მუშაობს და უნდა გადააგდო, ხო? და ამ შემთხვევაში, როდესაც აკუმულატორი ეცვლება, ამ შემთხვევაში ხმარობ რამოდენიმე წლის მანძილზე, ну, რა თქმა უნდა, თუ მოწყობილობა ვარ გაქვს. აგერ ეს მოწყობილობა მაქვს მე-3 წელია უკვე მე მგონი, ეს მე-4 წელია ალბათ მაქვს და აი ესე შემდეგ. არსებობს, რა თქმა უნდა, ესეთი მოდებიც, რომელსაც აკუმულატორი ეცვლება, ძალიან დაბალი ხარისხის მოდებია, რომლებიც 1 წელში ზიანდება, 1 წელში ფუჭდება, შეიძლება ნაკლებშიც გაფუჭდეს. მაგრამ ეს არის ძალიან დაბალი ხარისხის მოწყობილობები. ძირითადად ძლებს მოდები 2-3 წელი. ნუ თუ ძვირიანი მოდებია, მაშინ ის ძლებს
4 5 6 რა ვიცი 7 მე მაქვს 1 მოდი 7 წლის ნუ რო დავიწყე ვეიპინგი მაშინ პირველივე ვერ ვიყიდე მაღალი ხარისხის პირველი თუ არ ვცდები ესეთ სერიოზული მოდი იყო Joytech-ის და არ ვცდები Joytech-ის მოდი იყო რომელიც გაფუჭდა რამოდენიმე თვეში იაფიც არ ღირდა ნუ ჩვენთან ვიყიდე იაფი არ ღირდა ნამდვილად არ ღირდა იაფი მაგრამ აი ესე გაფუჭდა რამოდენიმე თვეში იმიტომ რომ Joytech-ი არ იყო ის ფირმა რომლის პროდუქციას რამოდენიმე წელი გაძლებდა და გაგვყვებოდა ეხლაც არის ის ბრენდები რომლებიც აწარმოებენ ისეთ მოწყობილობებს რომლებიც მალე ფუჭდება არის ბრენდები რომლებიც აწარმოებენ მოწყობილობებს რომლებიც დიდი ხანი ძლებს მაგრამ ამას რო თავი დავანებოთ ჩაშენებული აკუმულატორი როცა აქვს მოც ეს იმას ნიშნავს რომ თუ დაჯდა აკუმულატორი ჩვენ ამ მოც ვეღარ ვიხმართ უნდა დავდოთ დასატენად და როდესაც ჩაშენებული არ არის აკუმულატორი ხო ჩვენ შეგვიძლია ეს დამჯდარი აკუმულატორი ამოვიღოთ და ჩავდოთ შიგნით დამოხტული აკუმულატორი მოვიხმაროთ მოდი ისე გავაგზავნოთ ეს დამჯდარი აკუმულატორი განმოხტული ანუ ჩავდოთ დასამუხტ მოწყობილობაში რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ ყველა ვეიპერს და თქვენ მოდებში არ უნდა ტენიდეთ აკუმულატორებს აკუმულატორი იტენება ჩვენ კიდე მოც ხმარობთ მე მგონი გასაგებად ახსენდა თუ რამე შეკითხვა გაქვს და მისვი საბა რა არიცი თუ გამოწერილი რო გაქვს არხი და აი გვერდზე ხო აქვს ის ზარის ის რაღაც ხილაკი რო უნდა ამოირჩიო იქა რომელი შეტყობინებები მიიღო თუ გაქვს მე მგონი არ ვიცი შავი ფერის არის ისა ანუ ლოგიკურად ესეა რა ყველა ახალი ამბავი ზოგიერთი ახალი ამბავი და არც ერთი ახალი ამბავი არჩევანი გაქვს თუ დაჭერილი გაქვს ყველა ახალი ამბავზე ისა გაქვს მონიშნული მაშინ შეტყობინება მოგივა რო სტრიმი დაიწყო ანუ ლაივში გავედი რო ახალი ის ჩავდე რა ქვია ვიდეო ავტვირთე და ესე შემდეგ მაგრამ მე მგონი შორტ ვიდეოებზე საერთოდ არ აკეთებს მაგას შორტ ვიდეოებს არ უშვებს იმაში მე მგონი ესეა და დანარჩენი სტრიმებზე აუცილებლად უნდა გაუშვას წესით მაგრამ აქ ერთი არის კიდევ რომ შენ თუ გაქვს ეგ მონიშნული მაგ შემთხვევაში YouTube-ზე უნდა გქონდეს მიცემული ნებართვა რომ YouTube-მა შენ შეტყობინება გამოგიგზავნოს როცა რაღაცა ხდება თუ შენ YouTube-ზე ნებართვა არ გაქვს მიცემული რომ შენ პირადად დაგიკავშირდეს რაღაცაზე ან რა ქვია იმას ნუ პოსტაზე თუ გაქვს Google-ის პოსტა მაშინ ვერ გაიგებ და თუ გაქვს მიცემა ნებართვა მიცემული ნებართვა მაშინ გაიგებ მოგცეს ალბათ რა შეიძლება არც მოგცეროს პრინციპში იმიტომ რომ როგორი რაღაცა იცი მე მაქვს რამოდენიმე არხი გამოწერილი რომლების სტრიმებზეც ვესწრები მაინტერესებს იმიტომ რომ ისეთი არხებია რომ კითხვებს უსვავ და თუ არ დავუსვი არ იტყვიან ხოლმე რა იმ თემაზე რაც მე მაინტერესებს და ძალიან ხშირად არ მომდის შეტყობინება ნუ YouTube-ის ბაგია მაგრამ ხშირად არ მომდის და რო შევდივარ ხედავ ლაივი აქვს ჩართული და უკვე გასულია 9 საათი და თავდება უკვე ლაივი და ესე შემდეგ
ნუ რას ვიზოთ, ესე მუშაობს YouTube ხანისია, ხანასია. როგორც არის, არის. ხო. გადავედით ახლა შემდეგ შეკითხვებს. ერთი შეკითხვა იყო ესეთი. სად ვიყიდი სითხეებს იაფად? გამარჯობა, სითხეებს იაფად სად ვიყიდია? იაფად კარგი არ არსებობს, ხო? მე მგონი ყველამ კარგად ვიცით. თუ გინდა კარგი ხარისხი, უნდა იყიდო შესაბამის სეგმენტში, ხო? როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენ კარგად ხედავთ, რომ პრინციპში ქართულ ბაზარზე სითხეები ღირს, თითქმის ერთი და იგივე. და ვიღაცა თუ შემოგთავაზებთ იმის ნახევარფაში, ხო, ალბათ იაფად ამას ნიშნავს, ხო? კარგი იქნებოდა, რომ ახლა სტრიმს ესწრებოდეს რა ეს ადამიანი. როდესაც იმის ნახევარფასად გინდათ შეძენა, აი აქ უკვე უნდა დაფიქრდეთ, რომ ნახევარფასად რომ მინდა ამის შეძენა. აქ ესე იგი დაბალი ხარისხის ინგრედიენტები იქნება შიგნით, ხო, ჩასხმული. თუ დაბალი ხარისხის იქნება ჩასხმული, ეს ხო არ არის დაუშვათ რაღაცა ტექნიკა, იგივე მოდი დაუშვათ, ხო? ტელეფონი, კომპიუტერი და ესე შემდეგ. სადაც შეიძლება დაბალი ხარისხის დაუშვათ იყიდო, ეკონომია გააკეთო, უფრო მალე გაფუჭდება, უფრო ცუდად იმუშავებს, მაგრამ შენ ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგება. ამ შემთხვევაში, როცა სითხეზეა ლაპარაკი, ხო? თუ დაბალი ხარისხის არის ეს ინგრედიენტები, პირდაპირ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჯანმრთელობას ეხება, ხო? ანუ თუ ჩვეულებრივი საშუალო დონის სითხე ჩვენ მოგვაყენებს დაუშვათ ზიანს 1%, დაბალი ხარისხის თუ არის ის, მოგვაყენებს 2-3%, ხო? სიტყვაზე ვამბობ მე ახლა ამ პროცენტებსაც, ხო, უბრალოდ წარმოვიდგინოთ. ხო ესეა. შესაბამისად, ეკონომიას ჩვენ ჯანმრთელობაზე თუ გავაკეთებთ ამ საკითხში, ხო? მაშინ ჩვენი ჯანმრთელობა უფრო ძვირი დაგვიჯდება. სამომავლოდ გაცილებით ძვირი დაგვიჯდება. ესეთი რაღაცა არ გააკეთოთ. დაბალი ხარისხის ინგრედიენტებით გაკეთებული სითხე არ შეიძინოთ. საქართველოში მწარმოებლები არ ამგონია რომ აკეთებდეს რომელიმე მაინც დაბალი ხარისხისას. არ ამგონია. თუ სახში კუსტარულად ვეღაცა რაღაცას ასხავს და ურევს ჭიქაში, თუ არ იცნობთ, ხო, ვინ არის და რა არის, ჯობია არ გაეკაროთ. თუ შემოტანილია სითხე რაღაც უაზროდ დაბალ ფასად, არც იმას გაეკაროთ, იმიტომ რომ შემოტანილი სითხეები ძირითადად აი ეს დაბალფასიანები რაც არის უაქციზო სითხეები. უაქციზო სითხეებია. ანუ არავინ არ ამოწმებს მას ჩვენთან და საზღვარგარეთ, საიდანაც ესენი შემოდიან, ძირითადად რუსეთიდან შემოდის, ზოგი ჩინეთიდან შემოდის და სასწაული ცუდი ხარისხი შემოდის კიდე თურქეთიდან. ჯობია ამ სითხეებს არ გაეკაროთ. სითხეს ოფიციალურად შემოსულ სითხეს უნდა კონდეს აქციზი და აქციზიანი სითხე იქნება ძალიან ძვირი. ამასაც გაგაფრთხილებთ. შესაბამისად, მშვენიერი ხარისხის სითხეებს აკეთებენ ჩვენი ქართველი მწარმოებლები, აი ამ არომატებს აკეთებენ ძალიან კარგს და გლიცერინი და ისა სადაც გინდათ იყიდეთ ოღონდ კარგად გაფილტრული და უნდა კონდეს სერტიფიკატი, რა თქმა უნდა, ლიცენზირებული უნდა იყოს მწარმოებელი, ხო? ვინც ყიდის საქართველოში სითხეებს, იმას მიაკითხეთ და იმის სითხეები იყიდეთ. არის არჩევანი, რამოდენიმე მწარმოებელია. ნორმალური
ხარისხი აქვთ, ნორმალური, ზოგს კარგი ხარისხი აქვს, ზოგს ნორმალური ხარისხი აქვს. ყოველ შემთხვევაში ცუც არავინ არ აკეთებს რა, ისეც რომ რაღაცა ზიანი მოგაყენოთ და აი დაბალი ფასის სითხეს თუ იყიდით. რაღაცა ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ შეიძლება ზიანი მოგაყენოთ. კი გიზო, კი. მასე იყო ზუსტად ამერიკაშიც. ხო, მაგრამ ეგ სხვა თემაა, სხვა საკითხია საერთოდ, რა მოხდა იქ და ისა, ეგ სხვა საკითხია. ესა ამას ქვია რამდამავე ჭადის სახელი და რო დაგავიწყდებაო. ესეთი წარმოებელი იყო, მოკლე დროით შემოვიდა ბაზარზე. როგორი რაღაცა იყო, ისი არის ასპაერი. ჩინური მწარმოებელია, რომელიც უშვებდა ნორმალური ხარისხის მოდებს. ეხლაც არის ბაზარზე, დიდი საწარმო იყო. და ნორმალური ხარისხი რამოდენიმე ქონდა ცუდი, რამოდენიმე მოდელი, დანარჩენი ნორმალური ხარისხის ქონდა, ზოგიერთი კარგებიც ქონდა. მაგრამ ჩინურ პლატებზე ქონდა. და მოილაპარაკა ორ ვეიპერს. იმ ორ ვეიპერს ქონდა თავისი იდეა ამ მოდის გაკეთების. ოღონდ გააკეთეს ესე ქვე საწარმო. ასპაერის სახელით კი არ გამოუშვეს, ასპაერის ქარხანაში გააკეთეს, დაამზადეს, მაგრამ დაამზადეს აი შვილობილი კომპანიასავით გააკეთეს ZQ. და აი ამ ZQ-ს სახელით გამოუშვეს ZQ Ascent, ესე ქვია ამოც. ძალიან კარგი მოდია, მე ვეძახი იდეალურ მოდს. აი ეს მოდი კომბინირებული მომწონს მე და კომბინირებული იმითია კარგი, რომ ის ადგილები, რომლებიც შეიძლება დაიხაზოს, ხო? შესაძლებელია. აი ეს ზედა ნაწილი, სადაც ატომაიზერი უკეთდება, ქვედა ნაწილი აუცილებლად, იმიტომ რომ მოწდებთ, ხო, ახო იმაზე რაღაცაზე ზედაპირზე ყოველთვის დებთ, ხელში არ გვიჭირავს. აი ეს ადგილები აქვს ვერცხლისფერი და შესაბამისად საღებავი არ დაიკაწრება და აი ეს გვერდით საღებავები რაც აქვს ძალიან დიდი ხანია ხმარობ ხამე. ამას არ ვიცი 3-4 წელი ალბათ და სულ ხმარობ რა, სულ ხმარობ. აი პატარა ნახაზიც არ აქვს რა საღებავს. დანარჩენი ამ მოდს არანაირი მინუსი არ გააჩნია. ამიტომ ვეძახი მე იდეალურ მოდს. და ნუ პლატა ხო მსოფლიოში საუკეთესო აქვს. DNS პლატა ოდეს და მე მგონი ძალიან გამიგრძელდა ამაზე ლაპარაკი. კი ბატონო. ხო, მოდი დავამთავროთ ამით. და დაახლოებით 1 საათი კი ხდება, რაც უკვე ლაივში ვარ, თქვენს მე მგონი შეკითხვები არ გაქვთ. და მე მგონი გვიანია და ხალხიც ნაკლებად შემოგვიერთდება ახლა. ეს შეკითხვები რაც ამოწერილი მქონდა იმაზე უპასუხე, დანარჩენ შეკითხვებს შემდეგ ლაივში უპასუხებ, რასაც მოვასწრებ 1 საათის მანძილზე. 1 საათს ვერ გადავაჭარბებ, იმიტომ რომ კამერა გადახურდება ჩემი ისევე და გაითიშება. მე ხალხს ვხედავ, რომ რაღაც მომენტებში იციმციმა კამერამ. ასე რომ მოკლედ გემრიელ ორთს გისურვებთ და
მომავალ შეხვედრამდე.